მოდი კიდევ ვისაუბროთ რაღაც ფუნქციებზე და მაგათ განსაზღვრის არეებზე. ესე იგი, თქვათ გვაქვს რაღაცა gx-ი და განმარტებული არის ასე, რომ gx-ი უდრის 1 შეფარდებული, მერე კვადრატული ფესვი და 6 მინუს მოდული x-ი, ანუ 6 მინუს x-ის აბსოლუტური მნიშვნელობა. ახლა, როდის არის ეს განსაზღვრული და როდის არა, მაგით უნდა ვიმსჯელოთ და აქედან გამომდინარე მერე დავასკვნით რა არის ამისი განსაზღვრის არე. ახლა, თუ მე მაქვს, თუ აქ x-ი ისეთი ჩავსვი, უბრალოდ რომ მივიღე 0. რას მივიღებ ამით? მივიღებ განუზღრელობას. რატომ? იმიტომ რომ 0-ზე გაყოფა არ ვიცით რა არის, ხო? 0-ზე გაყოფა არ მოსულა, ასე ვთქვათ. ესე რომ ეს ვარიანტი არ გვაწყობს, ესე იგი x-ი რომ 0 იყოს, უბრალოდ x-ი რომ ისეთი რაღაც იყოს, რომ 0 მოგწეს, არ გვაწყობს. ასევე არ გვაწყობს, რომ იყოს უარყოფითი რიცხვი. რატომ? იმიტომ რომ უარყოფითი რიცხვი თუ მივიღეთ ფესქვეშ, ფესვი უარყოფითი რიცხვიდან არ არის აქ განმარტებული. შესაბამისად, გვინდა რომ ისეთი x-ი გქონდეს, რომელიც არც 0 იქნება, არც 0-ს მოგცემს საბოლოოდ ფესქვეშ და არც უარყოფითს. ნახოთ. ესე იგი, ჩვენ უნდა განვსაზღვროთ ეს ფესქვეშა გამოსახულება ისე, რომ მეტი იყოს 0-ზე, ანუ 6 მინუს აბსოლუტური მნიშვნელობა x-ის მეტია 0-ზე. აი ასე თუ არის, ანუ ამას თუ დააკმაყოფილებს x-ი, ან ეს თუ დააკმაყოფილებს ეს გამოსახულება აი ამ პირობას, მაშინ ყველაფერი კარგად იქნება, მაშინ ეს ფუნქცია განსაზღვრული იქნება. ეხლა რა შემთხვევაში აკმაყოფილებს ეს გამოსახულება ამ პირობას? მოდი ორივე მხარეს დავუმატოთ x-ის აბსოლუტური მნიშვნელობა. მაშინ მარცხენა მხარეს დაგვრჩება მხოლოდ 6, იმიტომ რომ მინუს x-ის აბსოლუტური მნიშვნელობა გააბათილებს პლუს x-ის აბსოლუტურ მნიშვნელობას, ხოლო მარჯვენა მხარეს დაგვრჩება x-ის აბსოლუტური მნიშვნელობა. აი ეს. ახლა, მივიღეთ ესე იგი, რომ 6 მეტი არის x-ის აბსოლუტურ მნიშვნელობაზე, ან ბარემ მიჩვეულ ფორმას თუ დავწერთ, პირიქით შემოვაბრუნოთ ეს x-ის აბსოლუტური მნიშვნელობა ნაკლები 6-ზე. ეს რაც გვეუბნება? ეს გვეუბნება, რომ x-ი მოქცეული არის -6-სა და 6-ს შორის, ხო? ზუსტად ამას ნიშნავს ის, რომ x-ის აბსოლუტურ მნიშვნელობაზე 6-ზე ნაკლებია x-ის აბსოლუტური მნიშვნელობა. ესე იგი, მე შემიძლია დავწერო, რომ განსაზღვრის არე, აი ეს, განსაზღვრის არე არის ასეთი. x-ი უნდა იყოს ნამდვილ რიცხვთა სიმრავლიდან ისეთი, რომ ჯერ არ დამიწერე, -6-ზე მეტი იყოს და ნაკლები 6-ზე. და ამ შემთხვევაში დააკმაყოფილებს ეს იმას, რომ არეულობები და უბედურებები არ მოხდეს და აქ იქნება ზუსტად განსაზღვრული gx-ი, ანუ ეს ფუნქცია. ესე იგი, ეს არის, აი ეს გამოდის ამ ფუნქციის განსაზღვრის არე. მოდი სხვა ფუნქციას ვნახოთ. თქვათ გვაქვს რაღაცა h(x)-ი. x-ის ფუნქცია არის ეს h-იც. და თქვათ ამას ესეთი განმარტება აქვს, აი ესეთი, რომ ესე იგი, x-ი როცა არ უდრის 5-ს, მაშინ h(x)-ი გამოდის x დამატებული 10 გაყოფილი ასეთ რამეზე x + 10-ზე, უბრალოდ x + 10-ის, x ვერ დავწერე, x - 9-ისა და x - 5-ის ნამრავლზე. აი, ასეთი რაღაცა არის h(x)-ი, როცა x-ი არ უდრის 5-ს. მოდი ამას ცოტა გამოვყოფ, რომ ეს ცალკეული პირობა არის მაინც. ხოლო მოდი ამასაც გამოვყოფ. ხოლო როცა x-ი უდრის 5-ს, მაშინ h(x)-ი იღებს მნიშვნელობას, თქვათ, p. p იყოს, რატომაც არა. ახლა, რა იქნება ამისი განსაზღვრის არე? პირველ რიგში ისე და ისე უნდა ვიპოვოთ ის შემთხვევები, როცა განუსაზღვრელი არის ფუნქცია. როდესაც განუსაზღვრელი ფუნქცია? 1, როცა გავყოფთ 0-ზე და მეტი პრინციპში აქ პრობლემა არც არის. ანუ ერთ-ერთი უნდა ვნახოთ ის შემთხვევები, როცა 0-ზე გაყოფას ვიღებთ. 0-ზე როდის ვიღებთ გაყოფას? ესე იგი, 0-ზე გაყოფა არის აი ამ შემთხვევებში, როცა x-ი უდრის -10, იმიტომ რომ როცა x-ი უდრის -10, 0-ს ვიღებთ აქ, მთლიანად ვიღებთ 0-ს და ვყოფთ 0-ზე, ესე იგი. შემდეგ, თან 0-0-ზე გამოგვდის, იმიტომ რომ ზემოთაც 0-ია და ეგეც განუსაზღვრელია. შემდეგ, როცა x-ი უდრის 9-ს, იმიტომ რომ აი აქაც მივიღებთ 0-ს, მთლიანად 0 გამოდის მნიშვნელელი და 0-ზე გაყოფა გამოგვდის. და მესამეს კი დავწერდი, როცა x-ი უდრის 15-ი. მაგრამ სინამდვილეში ეს არ არის სწორი. რატომ? იმიტომ რომ როცა x-ი უდრის 5-ს, განმარტებული მაქვს ფუნქცია, ის უდრის p-ს. ანუ როცა x-ი უდრის 5-ს, ყველაფერი კარგადაა, იმიტომ რომ როცა x-ი უდრის 5-ს, აქ არ მივდივარ. იმიტომ რომ ჯერ ფუნქცია უყურებს რას უდრის x-ი, 5-ს არ უდრის. ესე იგი 5-ს უდრის და ამიტომ უდრის p-ს. ანუ 5-ს არ უდრის არის ეს პირობა, უბრალოდ ესე იგი 5-ს უდრის არის ეს პირობა და ამიტომ როცა x-ი არის 5, p უნდა იყოს ჩვენი ფუნქცია. შესაბამისად, x-ი უდრის 5-ს არ არის ცუდი წერტილი, მარტო არის x-ი უდრის -10-ს და x-ი უდრის 9-ს. მაშინ ამის განმარტება როგორ შეგვიძლია ჩავწეროთ? შეგვიძლია ჩავწეროთ ასე, ამისი განსაზღვრის არე. ესე იგი, განს არე, ესე დავარქმე ამჯერად. იქნება ესეთი რაღაცა. x-ი არის ნამდვილ რიცხვთა სიმრავლის წევრი, ისეთი, რომ x-ი არ უდრის 9-ს და x-ი ეს დაარცა საჭირო, მოდი მძიმეს დავწერე აქ.
უფრო მათემატიკური შანძერი იყოს და x-ი არ უდრის -10. აი ამ შემთხვევაში აი ამ ვერ წერე რა ამ ფიგურულ ფრჩხილებს რა. აი ამ შემთხვევაში x-ი იქნება ასეთი და x-ი როცა არ არის 9 და როცა არ არის -10, მაშინ ეს ფუნქცია გამოდის განსაზღვრული. ანუ განსაზღვრის არის შეგვიძლია განვმარტოთ აი ასე.